რაც кайფობს ისე რაც კი ჩაგედია პირში. აუ, რამ სიმძიმე არის. ფილმჟავე პირველად ვნახე. Drink good beer with good friends. კარგი ლუდი დალეთ კარგ მეგობრებთან ერთადო. გერმანულ კინოებში მაგ ნანახი თქვა. აღარ უნდა დავლიო მეგობრებო მე. რაფერ მოგწონს ფესტივალი? აი ფესტივალია. ასე უთხარით, მელორო იყო აქანა ბრომბრუცკი მინდა თქვა და ეს კიდე ხორცის პური, ხორცის ტყვია გამახსენე. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ქუთაისიდან. დღეს ვარ ლუდის ფესტივალზე. ბავარიის საგზური თამაშდება და მოდი ახლა ვნახოთ საერთოდ რა ხდება ამ ფესტივალზე, რისი გაკეთება შეიძლება, რისი დაგემოვნება შეიძლება და თურმე მივიღოთ მონაწილეობა გათამაშებაშიც და ვნახოთ აბა რას ვისაუბრებთ. წევით. ახლა ქალაქის მთავარ ბაღში ტარდება რაღაცეები და ლუდის ფესტივალიც ახანა ტარდება. და მოდა ვაგემოვნოთ შტარბერგერი ისე რანაირი არის. დღევანდელ ფესტივალს გახსნათ ვაცხადებ ოფიციალურად. პირველი კათხა ჩამოისხა კასრიდან, ბავარიის ლუდი შტარბერგერი და ქუთაისი ერთად ვიწყებთ გართობას. რას თამაშობენ? გადაჭრილი ბოთლით ფუჩი უნდა ჩავისხარ, ფუჩი. ურედილები აქვს ვეშავას. გოუა. ამოეთ. აგერ ძალიან ბევრი ხალხია და სავარაუდოდ გათამაშება არის. ვა სასურველი. რა დროს მე ვედი წარმოგეგენია? გაშალეთ. ხარსევი და თავსქვევი. აუცილებლად ეშუალეთი უნდა დავიწყოთ. სანამ მაგლებს ავიღებთ, ერთ-ერთად დავამატებ. მაგალი უნდა გვეჭიოს ზუსტად ასე მდგომარეობაში. რითი ზემოდან დადება ყურზე არ შეიძლება, ანთიზე უნდა გვედოს ანთის გვერდზე, ოკეი? აუ, ეგი ახლა რომ მომაწრუპია, უცებ ცოტა ხო შეიძლება. დილად არ დაგეყვაროთ. აბა შენი ცი დებილო, ნაყინი არ დაგეწუწოს. აუ, რამ სიმძიმე არის. გავშალოთ ხელები გავიქცეთ, აბა. ჩემი ზემოდან არ დაადო. შენი მჯერა. ეხ, რამეტანი მძიმეა სიმონ. ძალიან გამივსენ მე მგონი. დამერხა. აბა რომელი ავიდანვე მივხვდი ახლა იმნაირ ნავარჯიშებად გამოიყურებოდა მე მაგის მომგები არ ვიყავი. საბა, სადა შედი? შედი? სამეულში კი შევედი, მაგრამ კარგად უნდა მევარჯიშა. ვერცეთი ვერ ჩავაგდე. ყელები მქონდა დაღლილი იგი რომ ეკავა ასე მისმერე და ემერია მიზანი თუ არა მაგარი მიზანი მაქვს. ხალი ადგინა. გაწყალი, აც მიდი, აბა შენი თვითო გამოფხიზდი. ჩემი ფალავანი შეუშვი, ახლა იგი მეიგებს. მე უკვე გამოცდილი ვარ და იმნაირი რჩევა მივეცი რომ უეჭველი უნდა მეიგოს. ბავარიაში ახ გაგიწოდება. გავხურდები და დავიწყეთ ამ ფესტივალს ჩვენი მინდა რომ მიდი, აუ. მიდი საბა. ბავარიაში ხარ უკვე, სიმონ? მიდი. აუჩი. არა უშავს.
всё. Ვისთვისაც მოდი იგი კემე იგი. ლუდია. Hamburger hell. ერთი ბაგალისთვის იწვალა ამდენი. გავსინჯოთ აბა რანაირია იგი. კაი ლუდი არის. მაღაზიების საკეთებ ლუდებთან შედარებით ყველაზე კაი სავარაუდოდ ეგი არის რავი. მე მომეწონა კაი გემი. ნეკნი მიყვარს და ნეკნი დავაგემო. გამარჯობა. ნეკნი მინდა ვალარი იქნება ჩვენ. ფესტივალისთვის 8 ლარი არაა საერთოდ ძვირი ნეკნისთვის ახლა. თან ცოტა დიდი ნეკნი არის მე მგონი. გაფერაძე ვინახე და ნეკს უნდა ახლა ლუდი და ლუდიც დევიტყიოთ ახალწევით. ლუდი ვიყიდეთ. ოპერატორია შესაძლებელი. ვერ გადევიღე. 4 ლარი ღერს ლუდი. ამასობაში 5 წუთიც გევიდა და ჩემი ნეკნიც ვნახოთ აბა რა დღეში არის. ლუდი ვისაც გიყვართ ძალიან მაგარი ატმოსფეროა, ხალხი დადის, მიდის, მოდის, ლუდს ვამს. თან გემრიელი ლუდი არის სხვათა შორის. რა კაია. ვეი. დაგიწყებ კეჩო. კეჩო გვიცხო. მონგვერდზე. მადლობა. აუ შეხედე რა კარგად გამოიყურება. ვნახე ჩემი ადგილი ავარძე. შესახედავად ძალიან კარგად გამოიყურება. აი კიდევ ერთხელ განახევთ. ოჰოჰოჰო. სუნი აქ ძალიან მაგარი რა. ზუსტად გასტრი უნდა იყოს ყველა. გრის გასტრი. ძალიან გემრიელია. ნახე როგორი ზუსტად ლუდისთვისაა გათვლილი. სამი ადამიანი დარჩა. სამი ადამიანი დარჩა სამივე, მაგრამ აი ორს გატიშო, ნახე. კვილი გატიშე და გადაიყარე. აი ორი, სო. დაში. ფინალი არის. ძალიან მაგარია. გავიდა. კაი ნეკნი არის სხვათა შორის და 8 ლარი არაა ძვირი ამის. შევსალტახულა იქ ჩაიწერენ მე გამო. ამა გოგოები აი იყო ვიტომ რიზოში ხარ თამაში როცა კიდე ჩამოწევი მუცდა. ბარო. აი. სო. აი, წესებს სვი კიდე ხო რო იცოდეთ არ დაიზაბოთ ლუდებს. როცა დაიღო ჩამოწევი. მომგზავნით აგიხსნიან. არა იყო ჯერ არა იყო. დადე. აგიხსნიან კარგად წესები. ხუთი მოვიგე. მადლობა. არის. ჩემს ოპია, ოპა. იო, ეს ხუთი შენ. ხუთს ახლა ლუდი მომეგო იგი მირჩევნო. დავეი წამო აქ მე ვიგებ. აბა ერთი ადამიანი გაგვეწიშა და ჩა 6 გოგო. ბრეცელი. ოპა, ორი გაგვეწიშა კიდე. შუაში რო იყოს გაყრედილი კიდე კაი, ეს ხუთი რაფერ უნდა ჩამოაწო. არის დარდო, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. ორი ფინალისტი დარჩა. ფეხის და შორს ალდა ფინალისტები არ დახვიდეთ შორს, იმიტომ რომ მერე დაიწყება ფინალი. რეალებულად გავარ. აბა შემდეგი შვიდეული ვინ არის ბიჭები? 18 პლუსი ვინც არის? აბა ბატონო საბა, რაფერ მოგწონს ფესტივალი? აი ფესტივალია, რა ვიცი, აბა ლუდი გემრიელია, ნეკნები გემრიელია და რაფერაც უყურებ? მოგიგია რაღაცეები, ხუდი, აქეთ რაღაცა ლუდები. ლუდი, ბრელოკი მომწეს კიდე. იქ რომ მოგეგო? ხო ფინალში უეჭველი შენ მეიგებდი, იმიტომ შემდეგი თამაშები რა არის, იცი? აქ 3-დან 3 რო ჩააგდე, იგი და იგი ჩამოუცვა სემო. იერი კონკურენტი შემთვათ, ვარაგო. არა უშავს, არა ლუდს ვამთ ისე. დავით ნახოთ ახლა კიდე რისი გაკეთება შეიძლება და რისი მოგება. იმნაირ დროს მიღებს ჩემი ოპერატორი, რო წავაგე, მაშინ გადამიღო და რომ მევიგე, მაშინ კი არ გადამიღო. ხუდი მევიგე კიდე. ეგი მევიგე და შტარმბერგერის მინდალი კიდე სიმო. აი
რთულია თქო რო ვიდახოდი იმაში მე ვიგე ჩამოსანცობი რო იყო ახლა უნდა ასამას უნდა ყვებოდი ახლა მე თუ უნდა გადაეღო ვინმეს ჩემი კაი всё ორი ქუდი გვაქვს საყვირი გვაქვს მეგობრებო, კი მინდოდა მეჩვენებია თქვენთვის ყველაფერი, მაგრამ საქმე იმაშია, 140 კაცი უნდა გევიდეს იქანა, შვიდობით. მერე პირველზე ვინ გავა, მერე თამაშები, მერე იგი, ნუ ფინალს ვერ გაჩვენებთ ერთი სიტყვით. მშვენიერი ფესტივალი არის და ასე ქუთაისში რო ტარდება ამნაირი რაღაცები ძალიან კაი არის. თან ბავარიაში მოგზაურობა მშვენიერი პრიზი არის ჩემი აზრით და ხალხს აძალებენ გამოდით. ჩემთვის რო შეიძლებაოდეს ახლა მეორეთაც კი მივიდოდი. რატო ვარ ახლა ახანა წევით სახში იმ ფესტივალზე ვეღარ გავჩერდი. იგი გადამღები არ მემეწონა მე ახლა რა ვქნა ხო და დევიტრი ჩემი ლუადა და Brauhaus Victoria. Короче, გერმანულ თემაში ვტრიალობდით და მევედით აქანა და გერმანული არ ვიცი ახლა, მაგრამ ხინკალს გავსინჯავ და ლუდის ფესტივალს მე ვიწყობთ მე და ლუადა ახლა აქანა. კაი, სადავჭდა, იქ დავჭდეთ. შეხერა მაგარი ადგილია. შვენიერი გარემო არის. ფეხბურთის ყურებაც შეიძლება, ტელევიზორი არის აგერ და ყველა კარგად დაგვხვდა. არის დაწესებულებები, რომლებიც არ გვხვდება კარგად, არ უნდათ გადაღება, მაგრამ ადეკვატურად მიიღო ყველაფერი, ან რატო არ უნდა გინდოდეს. თქვენთვისაც კაია ისე, საერთოდ. მენიუსები რა ხარ და რამე შევკვეთეთ დავე. всё, ხინკალი მინდა უეჭველი, ხინკალს გავსინჯავ, ლუდი თავისთავად. კიდე რავი, რას გვირჩევთ? თქვენ? გერმანული კერძებიდან ავარ ბრატფურსტის ლებერქეზე, ეგ უეჭველი უნდა გავისინჯოთ. ეგ რა არის? თქვენ მომზადეთ აქ. გერმანული ძებრი. ბრატფურსტის სოსისია, ლებერქეზე ქართულად ცოტა ისე ითარგმნება, მაგრამ ძებრი არის რა ესე რომ. ანუ თქვენ აკეთებთ ყველაფერს. ძალიან კაი, მადლობა. თუც ახლა მე გაგასინჯებ თქვენ ცვიკით. სავარაუდოდ ცვიკი ქუთაისში ალბათ მარტო ჩვენთან უნდა იყოს. ცვიკი არის გავგიქავი ლაგერი. ისე როგორ ვიგიყვართ? წარე, ყვილი, არა? წარე უფრო მიყვარს შევიდეთ. მაშინ თქვენ თუ წარე უფრო გიყვართ, ბიზნესდაგარებია? არა, მე არ მიყვარს. ასე არ უნდა? არ ვიცი. წინასწარ რა ის? ეგრე ვარ, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე დიდათისა და არც ჭამს და არც სვამს არაფერს რა. სტარი შენე. მე არა, მწარე არ მინდა. ხო რა ის. ისაზე გადავიდეთ თულში. ხუდი სტუდიაში. აგერ ბარი ვაითის წყნარი მუსიკა. ანუ ეს რა არის? ეს არის სპიკლი, გაუფილტრავი ლაგერი. ჩაჩაც ფორმულა. არა. მანქანა თვალსასიარულო, ამასაც ოდნავ გავსინჯავ. ბიჭო, ყველა ლუდი რატომ მომწონს? თან ეს გაუფილტრავი ლუდები უფრო მიყვარს. რაღაცნაირად სქელი არის და ისე მიდის რა. გემრიელა და დაგებრიელი ლუდი არის სხვათა შორის. დანალევი არ გექნება ლუადანაირი ლუდი და გასინჯები. ვარშტაინერი, კოსტრიბერი, აუ ლუდების ისენია, მე მგონი გაკრული აქ და ძალიან drink good beer with good friends. კარგი ლუდი დალიეთ კარგ მეგობრებთან ერთადო. და მშვენიერი ადგილი არის ლუდის დასალევად, რაფერად ვატყობ მე აქაურობას. და მსოფლიო ჩემპიონატებზე შეიძლება მოსვლა აქანა და ფეხბურთის ყურება მომეწონა. კაი სიტუაცია. ხო, იმას რო გეუბნებოდ გერმანულ კინოებში მაგ ნანახი თქვა, ანუ რატო მიცინი, ლუად რა გინდა? ხუთი კალბატონია სამი, რა ხიბა? ხმობ მე ამნაირ საუბრებს. ხო და იმას რო გეუბნებოდ, სიტუაცია არის გერმანული. ლუდის ჭიქაც უნდა იყოს შესაბამისი, რაც ნანახი მაგას დიდი რო არის რაღაცნაირი და ბუმ, თანამ ხინკალი მოვა ერთ ანეკდოტს გეტყვით. ანაგონი არ გექნებათ სავარაუდოდ. ერთი სიტყვით ამ გერმანულ ატმოსფეროში მომივიდა ამნაირი იდეა, რომ შვაინშტაიგერი შედის სახინგლეში, ხო და 99 ხინგალი მინდაო. 99-ო რაიო. დას და უკვირდი ახლა იცი? მაგარი დააჭდა ისე, შეკა შვაინშტაიგერი ხორი ხო არა ხარო? აღარ უნდა დავლიო მეგობრებო, მე ლუდი მე მგონი. კაი ხასიათზე მევედი რა, კაი არის. ლუად გასინჯემენდი ლუდი რანაირია. შვაინშტაიგერი კი არა ვარ. გასვებული იყო. ოღონდ არ როგორ გოცი? ეგ გადაყოლური წუნდა ხო ეს? ჩავიდასი. მაშინ იყო გასვებული გემოაქვს კი და გამომეწონა. კაი. კაი. კაცი გაიყვე.
მაგარი გასწა. თან კარგად გამეიყურება. ეგ არის სოსისები გერმანული, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, ბრატვურსტი ქვია და მჟავე კომპოსტი გერმანული სტილის Sauerkraut. ეს კომპოსტია, ეს პიურე. ამდო. გერმანული. დოგვი სხვა რა, რომ წვიში ვარდება და მე მიფრინავ ხარ. ეგეთი არა. არა, ხო? გამ. აი, მადლობა. ბრატვურსტი. და ქვია ბრატვურსტი. ბრატვურსტი. ბრატ არის შემოძმარი და ვურსტი არის სოსისი. აჰა. ეს რა? ეს არის ეს ლებერკეზი. ხორცის პური, როგორი ეს ხეშადი თარგმნი რა ქართულად. ფილმდობი აქვს ეს და სახლური სტილის კარტოფილი. მოდი ახლა ქუთაისურად გეტყვი მე ამ გენის სახელებს. რაც დევი მახსოვრი. ეგი არის ბრონბრუნსკი და ეგი არის ის დევი მახსოვრი რომ პურიო რაც ზეხვის პური ქართულად ასე მირჩევნია თქვა. ასე უთხარით, მელო რო იყო აქანა ბრონბრუნსკი მინდა თქვა და ეს თქვა კიდე ხორცის პური. ხორცის ტყვია გამახსოვს. დიაში კიცით მარტო ხინკლისთვის ვიყავი მოსული, მაგრამ ისე მშვენივრად გამოიყურება ეგენი, არ გამოვა არაფერი, ესენი უეჭველი უნდა გაიცინჯოს და მოდი აქაური ძეხვი დავაგემოვნოთ ახლა. გერმანული ძეხვი ცნობილია სხვათა შორის თავისი გემოვნური თვისებებით, რაფერაც ამბობენ ხოლმე, მე არ მაქვს განასინჯი. შეიძლება მაღაზიაში მქონდეს ნაყიდი და განასინჯი, მაგრამ მას დაწესებულებაში დრო ეუბნებიან რომ ჩვენი თვაკეთებ და ის გერმანელმა შეფმა შეახვია და რაღაც ძეხვი უნდა იყოს წესით ალბათ ამნაირი. თვითონ აკეთებენ აქ და ბრონბრუნსკი 24 ლარი ღირს და ეს რაღაც ლოა მჟავე შედის პიურე, კიტრი პომიდორი და ეს ძეხვი აქაური გაკეთებული ორი და ეს მდოგვიც კიდე ცხვირში არ ადის თუ რაფერაც მითხრენ და ეგეც დავაგემოვნოთ ბარიღა მაქანასი. ეს ლუდ ძალიან მაგარია. ბიჭო რა ერთხმულსან ცოტა ისე ახლა მეგობრებო ეს კუდი იმ რას გავს იცი? ახლა ვეგაჩვენებთ რასაც გავს. ექსპელიანოს მალადი წლუათ შერვარ იყო რა გვეშველებოდა. იმენა რაღაცა იმენა მაგარი ხარ იმე. შოუმენი ხარ. აი მოდი გაცივდა ახლა ეს ცხელი უნდა გავშინჯოთ. ანუ ეს არის აქ გაკეთებული სოსისი. და აი ესე გამოიყურება. ამის წუნიანობა ვნახოთ რანაირი აქვს. ოჰო. ზეხვეულობა სხვათა შორის მიყვარს და რატომიც? რა კაი სუნი აქვს. ერთი სიტყვით ზეხვეულობა მიყვარს და ეს გერმანული ნამდვილი სოსისი ახლა რაფერაც ვთხრენ, მართლა მაინტერესებს რანაირი გამოაქვს რა. საერთოდ განსხვავებულია მაღაზიაში ნაყიდი სოსისებიდან რა. ვერ აკიწერთ, რანაირი გემოაქვს. ერთი კიდე უნდა გავსინჯო. სუნი აქვს ძალიან კაი და ყველაზე კაი სოსისი, რაც გიგიჭამიათ, რა ვიცი, იმნაირი გემოაქვს ამას ჩემთვის. წუნიანი არის. რაც კაი სოსისი, რაც კი ჩაგიდია პირში. წვანილიც აქვს, ნახე? აი. ეს შემთხვევით. არა მგონია. ცოტა შავი პიმპილიც აქვს და არის ძალიან წვნიანი და გემრიელი რა. ახლა მაინტერესებს მჟავე რანაირი არის აქ. ისე ძალიან კარგად გამოიყურება. ბიჭო. ცხელია. როიყო მიდებული მაგას თუ არა, მთლიანად თბილი. აი, აგინა ეგრევე. თბილი მჟავე პირველად ვნახე. გავსინჯავ ახლა იქნება, რავი. მჟავის კონსისტენცია არა აქვს რა. რაღაცნაირია. უცნაური არის ჩემთვის, იმიტომ მჟავე ვიცი მე ცივი და ეს თბილი რო არის. ძალიან უცნაურად მიდის. ჩვეულებრივი მჟავიც გემომდის ბოლოში და თავიდან თბილი რო რაღაცნაირად მიდის რა. ეს თბილი გერმანულად არის, ასე? ტრადიციული გერმანული.
ყველასთვის შეიძლება არ იყოს. ზოგ შეიძლება მოეწონოს, ზოგ შეიძლება არ მოეწონოს. ოჯახი უცნაურია თქო, მაგრამ ჭამე და. გემო აქვს ჩვეულებრივი შავის, მაგრამ ეს თბილი რო არის სხვანაირი შეგრძნებაა რა. Literally, გერმანიაში XSS-ი განსხვავებული არის როგორც ჰოტ-დოგის ვარიანტი. ეგეთი კერძიც რა ესე ვთქვათ. და ესე კუში არის დოგთან და ჯავა კომბოსტასთან. აი ამ ცხელთან. ხო, ცოტა დოგი, ცოტა სა. მასაც ვფიქრობდი ისე ეს ყველაფერი ახლა ესე ცალ-ცალკე გდებს და ერთად რო იქნება უფრო გავიგებ ამის გემოში, მაგრამ ჯერ ცალ-ცალკე ვნახავ ყველას და მე ვნახოთ ერთად ეს პიურე. პიურეების პიურეა, აუ რა, გემრიელი პიურეა. არაქის გემოიგზნობა, ცოტა შავი პიმპილი, თბილია, მარილი იდეალურად ყველაფერი კარგადაა. აი ამ დოქსას დავაგებოვნებ და ეგა. არა. დოგი მყარებია თუმე ძალიან გემრიელია, მოტკბო გემო აქვს. და იმ დოგვის გემოს ბოლოში რო იჭერთ, იმის გემო მთლიანად არის აქანა. ავიღოთ დოგვი, კარგად წაუსვათ, არ გვეშინია. პიურე. იმას მე მივაყოლებ რა. ანდა ასე იყოს. გაგიმარჯვეთ. ყველა არდებს ეგენი ერთად კერძი შეიკრა ერთიანობაში და ძალიან გემრიელი რაღაცა გამევიდა. შენ ძერხვებს არ ჭამ ხო? არა. სიახლს არ შეჭამ? ობა. პიურეც. არა, ძალიან გემრიელია. ამის სიმჟავე სოსისის გემო, პიურის კარაქის და იმ შავი პიმპილის და აი ეს ძალიან მომეწონა. თუ იყიდება სადმე ქუთაისში ვიყიდი, აი ამის გემოც ყველაფერი პირში ჩაბზრიალდა და მშვენიერი მინარი ახლა ეგ ერთი სიტყვით ძალიან გემრიელი კერძი შეიკრა. ყოველთვის ვამბობ და ამაზეც ვეთქვი, ეს კერძიც ახლა აქ ჩემთან რაც არის იდეალური და გემოების თამაში არის. მარილი, პიმპილი, ყველაფერი ისეა დაბალანსებული, რომ ჩემ გემოვნებაში ჩაჯდა და ძალიან გემრიელი არის. დოგი ბევრიც შეგვიძლია. ძალიან მაგარია. პომიდორი. კიდრი პომიდორი, თავარი ახლა ეს უნდა იყოს ახალი. და გემოც უნდა კონდეს ახლა რა თქმა უნდა. შემევიდა უკვე პომიდორის და კიდრიც და კიდრი ძალიან გემრიელი იყო, პომიდორიც ძალიან გემრიელი იყო და ახალია რაც თავარი არის. გადევიდეთ ახლა ახალ კერძზე, სანამ გაცივდება ჯობია ეგეც დავაგემოვნოთ. ახლა მუსიკას ვუსმენ და აკავრობასთანაა მორგებული და რო ვიკითხე, ამ ადგილის მფლობელი მუშაობდა რადიოში ვიქტორიაში, გერმანიაში, ხო და? შეიგედა მე მაგ რადიო და ახლა გაუკეთებია თვითონ და ახლიდან სტრიმავს და რადიოსაც ვიქტორია ქვია. 80-90-იანების ესთეტიკა არის. კარგი მუსიკა არის ამერი ადგილისთვის. ახლა მე ძალიან გამისწორდა რა. კარტოფილი დავაგემოვნოთ ამდენ ლაპარაკს, თუ არა გამიცივდა ყველაფერი. კარტოფილი არის. ძალიან გემრიელი კარტოფილია. მარილი იდეალურად აქვს. შემწვარიც კარგადაა. ხავთან ერთად ვნახოთ კიდე და აი. მე ბარგა მესეც გავს ინჯოთ. ეს არ მიგითხია რა არის, მაგრამ იმედია იქ არ იქნება მწარე. კაპლიანი დოგვი არის. კარტოფილთან ერთადაც კაი იქნება, რაფერაც ვატყობ. ხახვი აგერ.
მე მარტო შემიძლია მევიდე აქანა საწეველი ვჭამო მარტო. ძალიან გემრიელი საწეველი არის. ეს თაფლიანო მდოგვაც გაასწორა. ეს მაინტერესებს ისე სხვათა შორის. ვერცხლით ცალკე გადავდოთ. ისე. აჰა. ვერცხლით მოვჭრათ. ახლა მოწია ვიდეო. ზეხვია ხო? მე ვერ არის ღვიძლი. ღვიძლი? ქეზე არის ღველი. მაგრამ შენ არც ღველი არ არის და არც არც ღვიძლი? ზეხვია. ზეხვია. ჩვენი არია მე გითხარით რომ ზეხვეულობა მიყვარს და ეგიც მივასინჯოთ აბა რანაირი არის. ეს ზეხვი სად იყიდება? თქვენ ამზადებ? სტამფონდა რომ მაღაზიაში მეპოვნა, მაგრამ არა, ძალიან გემრიელი რაღაცა. სახელი ქვია რაღაც გერმანულად ყველი და ღვიძლი და რაღაც, მაგრამ ეს რომ მევისმინე მე თქვი არ შევჭამთ ხო, მაგრამ არ ყოფილა საერთოდ შეგნით არც ღვიძლი, ყველი იყოს კიდე თუ გინდა მე არ მაქვს პრობლემა. მოდი ახლა ამ საწეველთან ერთადაც გავსინჯოთ და კარტოფილთან ერთად და იგა всё. კომბო გაკეთებულია. ბიჭო, ყველაფერი კაია, რა გავაკეთო? ეს მდოგვის გემო, რანაირი ეცი? შორიდან მოდის და ეს რო წვირში არ ადის, ხო? ძალიან კაი გემო ქონია მდოგს, მე რაფერაც ვატყობ. უბრალოდ გაკეთებადომია სხვანაირია. ეს არის მდოგვი და თაფლი. და ძალიან კარგად წევიდა ეს ყველაფერი. გემელი ეს მაცა, ხანა მადეკინდო გაცივდება და მე უდევ ცივი ჭამ. რა დღეში ვარ მეგობრებო შეხედე. ლოა და გადაირია. რა გაცივდა ბიჭო. ხინკალის დავაგემონოთ ამასობაში დიდი ხანია მოსულია და ძალიან გამიგზელდა იმგენის დაგემოვნება, იმიტომ ძალიან გემრიელი იყო მომეწონა და აუცილებლად უნდა გამესინჯათ ან ტრადიციული გერმანული რაღაცები არის. მაინტერესებდა გემოზეც რანაირი იქნებოდა. ხინკლის ტესტი. რაც მე ხინკლები მაქვს ნაჭამი. ედყვით. დასპეცდი ბიჭო. ახლა გეტყვით რანაირი არის ზუსტად. წვანილის გემო იგრძნობა. წვენი კარგად აქვს, ცოტა შემიცივდა, მაგრამ კაი არის. ხორციც პირში მხვდება, რო ქრება და მე არ მიყვარს, იმნაირი არ არის რა. ჩაგახედებთ ახლა შეგნით და ნახეთ. ცხარი არის ოდნავ. მოგეძონება ლუა ჩვენ, მენა ცხარია. ერთი თვით მწვანილის გემო იგრძნობა, ვისაც მოგწონთ მწვანილის გემო ხინკალში, შეგიძლიათ მოხვიდეთ, მშვენიერი ხინკალი არის. ეს ხინკალი ღირს ლარი და 40, სტანდარტულზე დაბალი ფასი არის. ხუთშაბათს ღირს ლარი და 20 ხინკალი. ამშაბათს შნიცელს მოყვება ლუდი, ნებისმიერი ლუდის კათხები. შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი დააწეროთ სახელი და დაიდება თაროზე თქვენი კათხა. შეგიძლია მოხვიდეთ, აიღოთ პირდაპირ თქვენი კათხა, მეუტანოთ დაგისხამით და 10%-იანი ფასდაკლება გექნებათ მაგ შემთხვევაში კიდე. ჩვენიერ შეთავაზება არის. კარგი, ახლა ჩვენ ამ გენს მივხედავთ და გიბრუნდებით შემდეგ გარედან. აგარიშ სამბავში ახლა რადგანაც გერმანული გაზეთი ჩვენ შემოვცავაზეთ და ლუზი ეგ ჩვენზე იყოს და ეგის ახალ გადაგახტები. მადლობა. არაფერს. აი ხარეთ, ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და კარგად
გამოვედით მეგობრებო, დაახლოებით 60 ლარის იყო ალბათ ყველაფერი, მაგრამ 15 ლარი გაგვეჯდა. ჩვენიერი დღე გამევიდა, ვერ მევიგე ვერაფერი და ბავარიაში ვერ მიფრინავ და ვერ გაჩვენებთ რა იქნება, მაგრამ აგერ ქუთაისს გაჩვენებთ. აი ახლა დაგემშვიდობებით, ნახვამდის, კარგად, შემდეგ ვიდეომდე.